მედია, რომელიც 1990 წელს დაარსდა და უკვე 35 წელია მაუწყებლობს, დღეს ხელისუფლება მას დახურვას უპირებს. იზღუდება თუ არა თავისუფალი მედია საქართველოში და რატომ ებრძვიან ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთო მღებრიშვილთან ერთად. აქტუალური თემის სტუმარია თრიალეთის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ოთარ კვირიკაშვილი. მოგესალმებით ოთარ, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ოთარ, როგორ შეაფასებდით მედიის თავისუფლების ხარისხს დღეს საქართველოში? მადლობა მოწვევისთვის ოთო. შეფასების მიღმა, მოდი აქედან დავიწყოთ. ყველაფერი ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. იყო წლების წინ რაღაც პატარა შეზღუდვები, ნებისმიერ სფეროში რაღაც შეზღუდვა მოხდებოდა და ვიძახდით, რომ აი კარგი ხო იქ ხო არა ვართ, ჯერ ეს ხო არ არის ირანი, ეს ხო არ არის ჩრდილოეთ კორეა, მოდი პატარა რაღაცა დაშვება გავაკეთოთ, პატარა დაშვება გავაკეთოთ და ბოლოს უკვე იმ სისტრაფით მივექანებით, უკვე უფსკრულისკენ, რომ გავცდით ჩრდილოეთ კორეასაც, ირანსაც, რა ვიცი, რუსეთსაც დინამიკაში აუცილებელი არ არის ახლა თუ მთლად ჩრდილოეთ კორეას არ ვგავართ, იმიტომ რომ ხალხია აქ ისეთი და ხალხია აქ მებრძოლი, ხალხია 3000 წლოვანი თავისი ბრძოლის ისტორიით მოსული და ამ პრობლემებსაც გადავლახავთ, რა თქმა უნდა, ამათაც გავისტუმრებთ ახლა 1000 მტერი და უბედურება მოგვიშორებია და რა თქმა უნდა ამ ჭირს და უბედურებასაც გადავლახავთ, მაგრამ ის რომ აი ესენი არ იკადრებენ, ამას არ იზავენ, აქამდე არ მივლენ, ამათ იკადრეს უკვე ყველაფერი. ესენი ცდილობენ ყველაფერს და ბევრჯერ მithქვამს, რომ ესენი რომ ქართველები იყვნენ, აი მენტალურად შეიძლება გვარები აქვთ ქართული ამ ადამიანებს, ან წარმოშობა აქვთ ქართული, მაგრამ მენტალურად რო იყვნენ ქართველები, მსგავს რაღაცებს წარმოუდგენელი არ გააკეთებდნენ, იმიტომ რომ მათ რომ იცოდნენ კარგად ქართველი ადამიანის ფსიქიკა, ზოგადად საქართველოს ისტორია, ისინი მიხვდებოდნენ, რომ ამ ბრძოლაში არიან განწირულები და საბოლოო ჯამში მათი დამარცხება არის გარდაუვალე და გარდაუვალ დამარცხებაზე მიდიან და დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება არ ვიცი დროს ვერავინ ვერ გეტყვის ესე რეცეპტად, მაგრამ თვეებში იქნება თუ წელში იქნება აუცილებლად დამარცხდებიან ეს ადამიანები. აი ამ ყველაფრის გამო, რასაც უკეთებენ დღეს საქართველოს და ქართულ ხალხს. არის თუ არა თავისუფალ მედიაზე ზეწოლა დღეს? ცხადია არის ახლა ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. ფაქტიურად ისინი ცდილობენ, რომ ერთ მხრივ მოახჩონ მედია ყველანაირად, მაგრამ მეორე მხრივ ხედავენ, რომ დღევანდელ ცივილიზებულ აი ამ პირობებში სოციალური მედიის 21 საუკუნის ამხელა, რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ამას სრულად ვერ გააკეთებ, ბოლომდე ვერ მოახჩობ და ეს უფრო მეტ ზარალს მისცემს მათ. და ამიტომ ტოვებენ ადგილებს, სადაც შეიძლება რომ ორთქლის გამოშვება შეიძლებოდეს და რაღაც დონეზე, აი ასე ვთქვათ, იმ ბაყაყის არ იყოს, ნელცეცხლზე წვავენ თავისუფალ მედიასაც და ზოგადად ცდილობენ რომ დაწვან საზოგადოებას. მაგრამ კიდევ ვიძახი, ძალიან რთულია და ისინი ვერ იცნობენ, კარგად ვერ ცნობენ ქართულ საზოგადოებას. აი ეგ არის, თორემ რა თქმა უნდა ცხადია რომ არის და მაგაზე ორი აზრიც არ არსებობს. ახლა შეიძლება არ ვიცი ვის აქვს ის წარმოდგენა, რომ დღეს თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ და თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ. ერთი შეიძლება ესენი იყვნენ თვითონ დაინტერესებული მხარეები, ადამიანები, ვისაც უშუალოდ ოცნებას წარმოადგენენ და რაღაც სარგებელს იღებენ, ან იპარავენ, ან რა ვიცი, 1000 უბედურებას აკეთებენ და მეორე არ ვიცი, მე არ მეგულება ესეთი ადამიანები, ვინც დღეს იტყვის, რომ აი ჩვენ ცხოვრობთ თავისუფალ გარემოში, სადაც მედია არის თავისუფალი, სამოქალაქო სექტორი არის თავისუფალი, რა ვიცი, საშინელი რეპრესიების ფონზე მიდის ყველა და ისინი ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც არა, უფრო რუსული სპეცსამსახურები, მათი ინსტრუქტორები და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან უბრალოდ გამტარები ამ შემთხვევაში, ისინი ცდილობენ, რომ ბოლომდე
ბოლომდე საკუთარი გავლენები, აი ესე მეტასტაზებივით გააჯერონ მთელი ქვეყნის სხეულში, აი მთელ საზოგადოებრივ სხეულში. ოთარ, თქვენ ტელევიზიის თრიალეთის აღმასრულებელი დირექტორი იყავით. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ვითარებას ტელერადიო კომპანია თრიალეთის მიმართ? როდესაც დაადეს ანგარიშს ინკასო, ხომ არ არის ეს პოლიტიკური შურისძიება თქვენი აზრით? მოდი აქედან დავიწყოთ, რომ თრიალეთი მე არავის არ ვაკნინებ და არავის არ ვამციდებ და არავისზე ცუდს არ ვამბობ, მაგრამ თრიალეთი არის უკვე ბრენდი. ხო, აი მთელი ამდენი 40 წლის მანძილზე თრიალეთი ჩამოყალიბდა, ხო, მთელი დამოუკიდებლობის რაც საქართველოს დამოუკიდებელი საქართველო არსებობს თრიალეთის. ამიტომ თრიალეთის დახურვა ნიშნავს იმას, რომ რეგიონში თავისუფალ სიტყვას გააჩერებენ. არ აქვს მნიშვნელობა თრიალეთი შარშან როგორ იქცეოდა, შარშანწინ როგორ იქცეოდა, რაღაცას აშუქებდა, რაღაცას არ აშუქებდა, ნაკლებად ესე მეტად მიმწოლი იყო თუ ნაკლებად მიმწოლი იყო ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა ეს ნიშნავს რახან თრიალეთს შემოუტიეს და რახან თრიალეთს გაქრობას აპირებენ თუ დახურვას აპირებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი სიტყვა მოკლას და ჩაახშოს რეგიონში. რეგიონში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას, მაგრამ განსაკუთრებით აი კიდევ აღვნიშნავ იმ ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რადგან რუსეთისთვის შიდა ქართლის რეგიონი არის ყველაზე მთავარი რეგიონი, სადაც შეიძლება რუსეთმა გარკვეული შეტევები მოიტანოს. იმიტომ რომ თუ რამეს დაგეგმავენ რუსული სპეცსამსახურები, დაგეგმავენ შიდა ქართლზე. და ამიტომ მათთვის მთავარი საფრთხე არის მედია. მათთვის მთავარი საფრთხე არის სამოქალაქო სექტორი იმ ფონზე, მით უმეტეს, როცა პოლიტიკაში მეტნაკლებად დალაგებული სიტუაცია აქვს. მეტნაკლებად კი არა, მთლიანად დალაგებული სიტუაცია აქვს და მათ ხელშია კიდევ ვიძახი მთელი ეს პროცესები და მთელი ეს მართვის ბერკეტები. ამიტომ თრიალეთზე შეტევა კიდევ ვიძახი, ეს არ არის უბრალოდ რაღაც მედიაზე შეტევა, კიდევ ვიძახი, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ეს შეტევა რომ მომხდარიყო თბილისში რომელიმე ტელევიზიაზე, ეს შეიძლება მარტივად გადაეტანა ზოგადად აი დემოკრატიას, მარტივად გადაეტანა ამ პროცესს, მაგრამ თრიალეთზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ შენ რეგიონში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია ამ შემთხვევაში, პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად, ნებისმიერი მიმართულებით, შენ ცდილობ, რომ თავარი კომპონენტი მოაცილო ხალხს, მხარდამჭერებს. და ამიტომ მე მინდა მოუწოდო ასევე ადამიანებს, ვინც შეიძლება თრიალეთზე იყოს განაწყენებული და ზოგი ობიექტურად, ზოგი სუბიექტურად არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მე ვიტყოდი ესეთ რამეს, მეგობრის Facebook-ზე შემხვდა ძალიან კარგი ანდაზა, აფრიკული და მინდა რომ აი ეს ანდაზა მოვიშველიო, რომ თუ ნიანგი შეჭამ შენტერს, ნიანგი ამ შემთხვევაშიც არ არის შენი მეგობარი. და ამიტომ თუ ვიღაცას უხარია, რომ თრიალეთი დაიხურება და თრიალეთი გაჩერდება და დღეს თან ეს ადამიანები არიან ოპოზიციაში და ისინი ტაშს უკრავენ თრიალეთის დახურვას, ხვალ მათ მიადგება ის ნიანგი. ზუსტად და არც მათ დაინდობს, იმიტომ რომ მათთვის მთავარი წინაღობა, ასე ვთქვათ, მთავარი ჯებირი ეს ხალხი ზოგადად ჩვენ ყველა უნდა ვხვდებოდეთ, რომ პირველი ჯებირი და პირველი წინაღობა არის აი ამ ავტორიტარიზმის შესაკავებლად სწორედ მედია და სწორედ სამოქალაქო სექტორი და თრიალეთის დახურვა და თრიალეთის გაჩერება გამოიწვევს უკვე პირდაპირ სამიზნეები გავხდებით ნებისმიერი ჩვენთაგანი უკვე ხვალ და ზეგ და კაცმარიცის ვის როდის აი ესე კატაროთ აქვს ეთამაშება ესე დაუწყებენ უკვე თამაშს დანარჩენ მედიებს და დანარჩენ სამოქალაქო სექტორს თუ თრიალეთზე ეს გაუვიდათ და ამიტომ ყველა ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ
ასე ვთქვათ, მომართულები იმისათვის, რომ ეს პრობლემა არა მარტო რაღაც ლოკალურ დონეზე ჩააგდეს და რაღაცა ჩავარდეს და აღარავინ აღარ საუბრობს ამ პრობლემაზე, არამედ ეს პრობლემა უნდა გაიშალოს, ამ აქტუალიზაცია უნდა მოხდეს ამ თემის და ნებისმიერ ადგილზე, სადაც კი ხმა მიგვიწვდება, ყველანაირი ხერხით და მეთოდით უნდა დავიცვათ ამ შემთხვევაში თრიალეთი და კიდევ ვიძახით, თრიალეთი ამ შემთხვევაში არ არის აი კერძოდ რაღაცა განყენებული ცნება და რაღაც ჩვეულებრივი ტელევიზია ამ შემთხვევაში თრიალეთი შეიძლება წარმოადგენდეს აი ბოლო ბასტიონს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ შემთხვევაში. ნუ რაღაცები იყო, მაგრამ კიდევ ვიძახი ვერ შევადარებ ახლანდელ პერიოდს, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის პერიოდს იმას, რაც მაშინ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის არის განსაკუთრებით ქართული ოცნების პირობებში. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ არ მომიწია მე თრიალეთში ყოფნა. მაგრამ აი ბოლო 2 წელი არის კატასტროფა. თუმცა მე ერთი რამე არ მინდა რომ გამომრჩეს, მე განცხადებაში თრიალეთის განცხადებაში წავიკითხე, რომ სწორედ იმ ტელევიზიის დახურვას აპირებს ქართული ოცნება, რომელი ტელევიზიაც წლების განმავლობაში იყო მისი მხარდამჭერიო და რასაც აი კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ განცხადებას და მინდოდა რომ ესაც მე თქვა, იმიტომ რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში, მე ცოტა ხანი ვიყავი, მსგავსი არაფერი ყოფილა, ერთი დღითაც რო დამენახა რომ მე რაღაცა ქართული ოცნების მხარდამჭერ პოლიტიკას ვატარებდი ირიბა თუ პირდაპირ მე არ გამომრჩებოდა არც მედიის და არც პოლიტიკის კუთხით, ერთი დღე არ გავჩერდებოდი თრიალეთში. მსგავსი არაფერი აი ჩემ საქმეში არანაირი ჩარევა, არანაირი ზეწოლაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, არანაირი თუნდაც აი ერთი ნიუსი რომ ესეთი გასულიყო სადმე და მე ვიღაცისთვის რაღაც დამევალებინა, მსგავსი არაფერი მომხდარა, აქვე ვიძახი და არა მარტო ჩემი დირექტორობის პერიოდში, არამედ როდესაც მე პოლიტიკაში ვიყავი, აქტიური პოლიტიკით ვიყავი დაკავებული წინა წლებში, კიდევ უფრო წინა წლებში, თრიალეთი იყო ის ერთადერთი ადგილი, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება იყოს რაღაც გამონაკლისები, მაგრამ თრიალეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მოდიოდი და დაუფარავად ყოველთვის, აი ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას და არასოდეს თრიალეთის გადაცემაში მე არ დაუბლოკი ვარ ამის გამო. პირიქით ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი თრიალეთის წინა წლებშიც და ძალიან გამიკვირდა იმ ტექსტში რომ ეს წავიკითხე, ვერ მივხვდი რისთვის იყო დაწერილი და ეს უნდა მეთქვა, იმიტომ რომ თრიალეთი ყოველთვის იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის რაღაცა ძალიან კარგი სივრცე, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი გორში აქტიური მოქალაქეებისთვის და კიდევ ვიძახი რომ ჩემთვის იყო რაღაც ძალიან უცნაური და ეს უნდა აღმენიშნა. დიახ, დაგეთანხმებით, ჩვენ მართლაც ობიექტურად მუშაობთ და ყველას ვიწევთ, თუმცა არ მოდიან მთავრობის წარმომადგენლები, მართველი გუნდის წარმომადგენლები გადაცემაში. თქვენი აზრით რატომ არ მოდიან? რატომ არ მოდიან და რამდენჯერმე მოვიწვიე და არ მოვიდნენ თუნდაც. რატომ არ მოდიან და ქართული ოცნება ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თავიდანვე მოსვლის დღიდან არის ვერტიკალზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ქართული ოცნების წევრი ძალიანაც რომ უნდოდეს დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ გადადგავს. ქართული ოცნება არ არის პარტია, რომლის წევრებიც აი ესე მიდიან გადაცემაში და მოდიან და ვინც ესეთი წევრები ყავდათ ქართულ ოცნებას, ისინი მოიშორეს პირველ 2-3 წელიწადში აი ესეთი დამოუკიდებლები, ვისაც არ აინტერესებდა ზემოდან რაც ეტყოდნენ და თავისი ინიციატივით გავდა რაღაც ნაბიჯებს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში აი მთელი ეს 12-13 წელი ბიძინა ივანიშვილი და რუსული სპეცსამსახურები ატარებდნენ სელექციას ადამიანების და ყველაზე გამორჩეულები ბრჭყალებში ამ შემთხვევაში დაიტოვეს, რომლებიც უსიტყვოდ მორჩილად შეასრულებდნენ მათ საქმეს. ამიტომ დღეს ვეღარ იპოვით ქართულ ოცნებაში ადამიანს, რომელიც ადგება და გეტყვის რომ აი კი ბატონო მე რა პრობლემა მაქვს მოვარ შენ გადაცემაში, იმიტომ რომ ვერ მოვა. ის იმის გამოზის ყავთ იქ, იმის გამოზის თანამდებობაზე რომ მორჩილია. ის რომ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ის ადამიანი უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა თანამდებობაზე. არავინ დანიშნავდა, ეხლა მილიონ ფილტრს გადის ფილტრს სუში, გადის პარტიაში. გადის შტაბში და
ეს ადამიანი 10 მხრიდან არის დადასტურებული ბეჭედ დარტყმული, რომ ბეჭედ დარტყმული მორჩილი. აი ესე დაშტამპული და ამიტომ არც უნდა გიკვირდეთ ეს ადამიანები. ეშინიათ თუ არა ხალხის კითხვების? ნუ ალბათ არ ვიცი, ხალხის კითხვების რა პასუხი უნდა გასცენ, რომ არ იპარავენ, ქვეყანას არ მიაქანებენ უფსკრულისკენ და ჯურღმულისკენ, მთლიანად არ ჩახსნეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს ქვეყანა და საერთოდ სახელმწიფოს ნიშანწყალი რო აღარ დაუტოვეს ქვეყანას და რა უნდა უპასუხონ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ აი უკანას ძალიან ძლიერ დემაგოგსაც კი გაუჭირდებოდა, თუნდაც აი საშუალო დონის ადამიანთან დაჯდომა და კითხვებზე პასუხის გაცემა ქართული ოცნებიდან, იმიტომ ჯერ ერთი არ ვიცი ვინ აკავთ ესეთი დემაგოგია ჭკვიანი ადამიანი თუ კიდე შემორჩა მათ რიგებში, მაგრამ მათაც კი გაუჭირდებოდათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია აი ამდენი სიბინძურის და აი ამდენი ღალატის ფონზე დადგე და ისაუბრო რაღაც ცივილიზაციაზე და განვითარებაზე. დიახ. ოთარ, თრიალეთში ახსენეს 10-15 წლის წინ დაგროვილი ვალი, საგადასახადო ვალი. კი, რა თქმა უნდა, აღიარებს ტელევიზია, რომ აქვს ვალი და გადასახდელი არის, თუმცა არ უკეთებენ გადანაწილებას ამ ვალის. ეს ვალი შეგვახსენეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე ტელეკომპანია თრიალეთმა საინფორმაციოში და მათ შორის ჩემს გადაცემაში ვამხილეთ ის ნეპოტიზმი, რაც ხდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ანრი ოხანაშვილის მიერ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ტელევიზია უნდა რომ გააჩუმოს ანრი ოხანაშვილმა და სრულიად დაადუმოს რეგიონში თავის მე არ ვიცი ვინ არის ანრი ოხანაშვილი, კი ვიცი ვინც არის, მაგრამ ანრი ოხანაშვილი იმდენად არაფრის მომცემი ფიგურა ამ შემთხვევაში. ანრი ოხანაშვილს ხვალ აიღებენ აი ეს პაიკივით და გადადებენ და მის ადგილს დაიკავებს სიტყვაზე მამუკა მდინარაძე, ან რა ვიცი, მსგავსი ტიპის ფიგურა, რომელსაც არანაირი კერძო ინიციატივები არ აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ანრი ოხანაშვილის ინიციატივით ხდება, არ ვფიქრობ, რომ ეს ხდება მით უმეტეს ვინახსენეთ მერის დიახ, მისი მეჯვარე. ხო, არ ვიცი, გვარიც არ მახსოვს. კონსტანტინე ბუსალაძე. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები კიდე გეუბნებით, ესენი არავინ არ არიან მთელ ამ სისტემაში. აქ მთავარი მიზეზი და ვისი ინტერესებიც იკვეთება, მე მგონია, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურები. ისინი მიუყვებიან თავის გეგმას. ისინი მიუყვებიან ჰიბრიდული ომის და მთელი ფსიქოლოგიური მათ სჭირდებათ ამ ქვეყანაზე, ისინი ახორციელებენ ორმხრივ შეტევას, ერთი ეს მთელი გლობალურად ჰიბრიდულ ომს და მეორე ნაწილ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს. იმისათვის, რომ მათ პრობლემები არ შეექმნათ და ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყავდეთ, თავისუფალი სიტყვის სივრცე აღარ იყოს რეგიონში და ამ ყველაფერში ხელშემშლელი არ ყავდეთ, მათთვის თავარი ასე ვთქვათ, დარტყმის ობიექტი ამ შემთხვევაში უნდა იყოს თრიალეთი. შეიძლება ამ ყველაფერს აკეთებენ ოხანაშვილის ხელით, არ გამორიცხავ, მაგრამ ოხანაშვილი რო არ იყოს, გააკეთებდნენ დინარაძის ხელით და ასე შემდეგ. ეხლა ოხანაშვილი აქამდეც რა ვიცი, რამდენი წელია ქართულ ოცნებაშია ეს ადამიანი, მაგრამ აქამდე გსმენიათ მისი ინიციატივები გორზე. აქამდეც ხო შეიძლება რაღაც ბერკეტები ხო ქონდა იქ პარლამენტში, მე მგონი რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარეც იყო თუ არ ვცდები იურიდიული თუ რაღაც. ნუ აქამდეც შეეძლო მართლ გუნდთან ახლოს იყო, კობახიძის გუნდთან ახლოს იყო და შეეძლო რაღაცები გაიკეთებინა, მაგრამ არ აკეთებდა კი არა, ვერ აკეთებდა და ეხლა შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ ეს ადამიანი სუსში დანიშნეს და შეიძლება რაღაც ბერკეტები გააჩნია, მაგრამ ის კიდევ ვიძახით, თავის ინიციატივებს ვერ გამოიჩენს ვერსად. ოხანაშვილს რო გამოიჩინა ინიციატივები, აი დარწმუნებული ვარ სრულად, რომ ოხანაშვილი რო ცდილობდეს, რომ აი პირადად მას უნდოდეს თრიალეთის კი არა, რა ვიცი, უკანასკნელი ტელევიზიის დახურვა ვერ დახურავს, თუ მას არ აქვს ინსტრუქცია. და ისინი არიან ერთი ხაზის და ერთი ვერტიკალის ნაწილები და მე მოკლედ აი ეს მგონია, რომ მე თრიალეთის გაცილებით დიდი მნიშვნელობის ამ შემთხვევაში არა მარტო თრიალეთი ზოგადად ის მედია საშუალებები, ვინც ამ შიდა ქართლის რეგიონში მუშაობენ და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, ფიქრობ, აი ჯებირი და შემკავებელი იმ უბედურების, რაც მოდის რუსეთიდან და რაც მოდის რუსული სპეცსამსახურებიდან და კიდევ ვიმეორებ,
თრიალეთი განსაკუთრებით, იმიტომ რომ თუ თრიალეთს გააჩუმებენ და ვიღაც დაინახავს, რომ აი თრიალეთი გავაჩუმეთ და თრიალეთი დავხურეთ, გამოდის ისე, რომ ჩვენ რაღაც გვიზავენ აი ამ შემთხვევაში, რაღაც ნიჰილიზმსაც დაარტყავენ, ხალხის ფრუსტრაციას, ფსიქოლოგიურადაც დაგარტყავენ და რაღაცნაირად თითქოს ჩამოიშლები, თუ ბრძოლას არ ახარ იმდენად შეჩეული და იტყვი, რომ აი თრიალეთმა ამდენს გაუძლო და თუ ეხლა თრიალეთი დახურეს, ჩვენ რაღა უნდა ვქნათ. მოდი დავნებდეთ. ამიტომ არის ზუსტად სამიზნე თრიალეთი ამორჩეული, თორე ნებისმიერ სხვა მე კიდე არ ვიძახი, არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, მაგრამ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას ამოირჩევდნენ და იმას დაარტყავდნენ და ამიტომ ვიძახი, ეს არის უფრო დიდი პოლიტიკის ნაწილი, ვიდრე ვთქვათ ოხანაშვილი და ესენი. ოხანაშვილი შეიძლება გავიდეთ ამ გადაცემიდან და აღარც იყოს იმაში სუსის უფროსად თუ რა ვიცი სად არის და ხვალ სხვა იყოს, იმიტომ რომ ხედავთ აი ახლა გომელაური ამდენი წელი ბიზინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო, პირადი მცველი იყო, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდნენ და 90-იანი წლებიდან ბიზინა ივანიშვილთან იდგა, მაგრამ ისე მოისწრიალეს და ისე მოიშორეს თვალიც არ დაახამხამეს და კიდე რამდენი ადამიანი მიხვებიან ესე კადრებს და ხალხი იძახის, რომ აი კობახიძეც მენც წინა ღარიბაშვილის კადრებს მერე ვიღაცა გაწმენდა კობახიძეს კადრებს, მაგრამ რეალურად ვერ ხვდება იმას, რომ აი ესე სათამაშოებივით ძაფებით უჭერია რუსულ სპეცსამსახურებს FSB-ს ამ შემთხვევაში ეს ჩვენი პოლიტიკოსები და ათამაშებს ვისაც უნდა გადაადგილებს, გადმოადგილებს და სანამ ამ ქვეყანაში არ გავიაზრებთ, რომ რეალურად საფრთხე და სამიზნე ჩვენი უნდა იყოს რუსეთი და ფოკუსი იმაზე უნდა ქონდეს გასწორებული და რუსული სპეცსამსახურები, მანამდე აი ესე ერთმანეთს დაგვაჭმევინებენ და ერთმანეთში გვექნება სუკინკლავება და უბედურება. და ხო, ეგ არის რა და კიდევ ვიძახი, რომ ამ დონეებზე, ამ დონის ფიგურებზე არც კი უნდა მოვცდეთ ჩვენ და უფრო სხვაგან უნდა გქონდეს ფოკუსი ამ შემთხვევაში. თუ არის თუ არა შესაძლებელი რომ განხორციელდეს სხვა ტელევიზიებზე? და არის სადაც დასჭირდებათ და როცა დასჭირდებათ, ისინი კიდევ ვიძახი. ისინი არ არიან ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას არ გულისხმობ რუსულ სპეცსამსახურებს. ისინი არ არიან შტერები და ისინი არ მოქმედებენ რაღაცა ექსპრომტად და რაღაცა უცბად მოგონილი. მათ უდევთ გეგმები, მათ შესწავლილი ყავთ მთელი ქართული საზოგადოება. ისინი როდესაც ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ატარებენ ქართული საზოგადოების მისამართით, სეგმენტებად ყავთ დაყოფილი მთელი ქართული საზოგადოება გეოგრაფიული ნიშნით, ასაკის ნიშნით, სქესის ნიშნით, რეგიონების ნიშნით და ასე შემდეგ. შემდეგ მათზე ამზადებენ უკვე ნარატივს, რომ რა ნარატივზე დასვან და რა მოატყუონ და რა ჩაუდონ თავში. შემდეგ ხდება ამ ნარატივის დისტრიბუცია, გავრცელება, გაძლიერება, ბოლოს ამ ხალხის ჩართვა ამ ნარატივში და ამ თემის აქტუალიზაცია. შემდეგ რა მოაქვს ამ ყველაფერს? აი რა ვიცი, ბევრს ჯერ გვისაუბრია ამ ყველაფერზე, რაღაც deep state-ები და რაღაც სისულელებს, როდესაც ბოდავენ ხოლმე. შემდეგ რა მოაქვს? ერთი მხარე არის რადიკალიზირებული საზოგადოებაში, მეორე მხარე არის განეიტრალებული და იმეddაკარგული. სწორედ ამაში ეს ყველაფერი ყოველთვის ესე ექსპრომტად და რაღაცა ჰაერზე არ ხდება. ეს ყველაფერი არის დაგეგმილი. მათ აი გაწერილი აქვთ თარგეტირებულად, აი მიზანში ამოღებული საზოგადოება, რომელიც საზოგადოებაზე რა ფსიქოლოგიური ოპერაცია უნდა ჩაატარონ. ამიტომ როდესაც დასჭირდებათ, აი რა კითხვაც შენ დამისვი ოთარ, როდესაც დასჭირდება რუსულ სპეცსამსახურებს, მაშინ დახურავენ იმ ტელევიზიას, რომელიც ეღობება წინ. და არა მარტო ტელევიზიას, არამედ შეიძლება ადამიანი დაიჭირონ, შეიძლება რაღაცა კანონი შემოაგდონ, ზოგადად ჰიბრიდული ომის მთავარი შემადგენელი ნაწილები არის, რომ შეტევა გააკეთოს საკანონმდებლო სისტემაზე, შეტევა გააკეთო საგანმანათლებლო სისტემაზე და შეტევა გააკეთო ინსტიტუციებზე. ინსტიტუციებზე ვხედავთ, რას უშვებიან ტელევიზიებს, ვხედავთ რა კანონები მიდის, ვხედავთ რა საგანმანათლებლო პროგრამებში როგორი ხელოვნური ჩარევები მიდის და ვხედავთ იმას, როგორ არღვევენ სახელმწიფოებრიობას, აი თუნდაც გუშინ უკვე მე მგონი დაზვერვის სამსახური გადავიდა სუსის შემადგენლობაში. დაზვერვისა, რომელსაც განსაკუთრებული სანდოობა ჰქონდა უცხოურ ქსელებში და უცხოურ დასადაზვერვო სამსახურებში და ეს ნიშნავს იმას, რომ
სუსის შემადგენლობაში გადასულ დაზვერვის სამსახურს აღარავინ აღარ დაელაპარაკება იმ ევროპული ქსელებიდან, განსაკუთრებული ქსელებია რამდენიმე 5-6 ქსელია ისეთი და შენ შეიძლება შენს ქვეყანაში გქონდეს ტერორიზმის რაღაცა უბედურების საფრთხე, ამაზე აღარავინ აღარ გელაპარაკებოდეს და მოხდეს ისე რომ შენი ქვეყანაც დაუცველი იყოს, იმიტომ რომ ვიცით რამხელა რესურსები გააჩნია დასავლურ სპეცსამსახურებს და როდესაც მათთან შენ კავშირს წყვეთ ხელოვნურად იმის გამო, რომ ერთადერთი სამსახურიღა იყო დარჩენილი, ვისაც რაღაც კავშირი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურებიდან, აი ახლა წარმოიდგინეთ, ვინ რჩება, ხო, თავისუფალი ადგილები არ რჩება, ვიღაცასთან უნდა გააბა ურთიერთობა. შეიძლება ამ შემთხვევაში, შეიძლება კი არა დიდი ალბათობით უკვე რუსულ სპეცსამსახურებთან დაიწყებენ რაღაცა საბაბით თანამშრომლობას. იტყვიან, რომ აი რაღაცა ტერორიზმის საფრთხე იყო და მეტი გზა არ ჰქონდა ჩვენ ამათთან ვითანამშრომლეთ. მე მაგას მოყვება უკვე რუსულ საბჭოთა სადაზვერვო ქსელებში, გაერთიანება იქ რუსეთ, ბელარუსის რაღაც უბედურებაში და რაღაც კავშირებში და ესე ნელ-ნელა ერთ მხრივ ჭრიან კავშირს დასავლეთთან და გვაბავენ რუსეთს და ესე მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს, დახურავენ ამ ტელევიზიას, გააჩენენ აგერ მეორე ტელევიზიას, რომელიც აქვია და უფრო მოუმატებენ რუსულ ნარატივს. მათ არ სჭირდებათ რეგიონში, არა მარტო რეგიონში, არამედ ქვეყანაში არანაირი სივრცე, სადაც ქვეყნისთვის დასავლეთისკენ, რაღაცა განვითარებისკენ იქნება ქვეყნისთვის რაღაც სიტყვები იქნება ნათქვამი და რაღაც სიტყვა დაიხარჯება. მათ სჭირდებათ ესე მუდმივ რეჟიმში ადამიანებისთვის ტვინის ამორეცხვა იმისათვის, რომ მარტივად გააკეთონ ყველა თავისი გეგმა განახორციელონ, მარტივად რომ იმ უბედურებიდან გამოსვლა შემდეგ ხელისუფლებას შეიცვალოს 10 წლეულები დასჭირდეს. დიახ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც რომ შევეხოთ, ყველა დაიჭირეს თითქმის პოლიტიკური ლიდერები. რა იქნება, შეიძლება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სიტუაცია? მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ მეტწილად დამოკიდებული ვართ საგარეო პროცესებზე, თუმცა ის რაც ეხლა ხდება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ აქ მოდი ესე შევხედოთ თვითმმართველობის არჩევნებს. თუ ყველა გავიდოდა თუნდაც ამ კანონის პირობებში თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩემი აზრი ესეთია, თუნდაც აი დარღვევების პირობებში, ისევ ძალადობის წნეხის და ასე შემდეგ, აი როგორი არჩევნები ჩაატარეს ოქტომბერში, მსგავსი არჩევნები რო ჩატარებულიყო და ყველა პარტია გასულიყო, ქართული ოცნება დაკარგავდა ძალიან ბევრ რესურსს და კიდევ ერთ დარტყმას ქართული ოცნება, დასჭირდებოდა გაყალბება. დასჭირდებოდა ძალადობა, დასჭირდებოდა ძალიან დიდძალი ფულის დახარჯვა. მართალია შეიძლება ამ ფონზე მოეგო არჩევნები, მაგრამ ეს იქნებოდა ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებული დიდი ზიანის მომტანი, იმიტომ რომ კიდევ ერთი დარტყმა 1 წლის განმავლობაში 2 საშინელი არჩევნების ჩატარება, თან იმ მომენტში ოქტომბერში არ იყო ტრამპი და ამერიკაშიც არჩევნები იყო და გარდამავალი პერიოდი იყო და მაშინ როცა უკვე ამერიკის ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია და ამერიკა მეტნაკლებად უკვე განსაზღვრა თავის საგარეო პრიორიტეტები იმ ფონზე, როდესაც აგერ ირანში ეს ამბები მოხდა, უკრაინამაც რაღაც წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთთან ომში, ქართული ოცნება იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ და ქართული ოცნება ჩემი აზრით ვერ გაუძლებდა და შეიძლება ჩამომსხვრეულიყო. მაგრამ ეხლა, როდესაც ყველა ოპოზიციური ლიდერი დაჭერილია და რაღაც ნაწილი უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, მე ვფიქრობ, რომ შეცდომა გახარიას და ლელოს შესვლა. და რატო? შეიძლება თვითონ გახარიასთვის და ლელოსთვის არ იყოს შეცდომა, ისინი ცდილობენ, რომ ისინი ფიქრობენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში. გირჩმაც გადაწყვიტა. გირჩი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება 1% ჰქონდეს გირჩს, მაგრამ აი გახარიას პარტიას და ლელოს ჰქონდათ რაღაცა 8-9%. ეხლა ალბათ აიღებენ 10-12%-ს და ისინი ცდილობენ, ჩემი აზრით, რომ ესე იგი თუ სხვა პარტიები არ იქნებიან, თქვათ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა და გვარამია მელიას პარტია თუ არ იქნება არჩევნებში, თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაცა მუხტის აწევის ფონზე და ასე შემდეგ
ადამიანები ალბათ მაინც მოვლენ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე და თუ მაშინ ავიღოთ 9%, ეხლა შეიძლება ავიღოთ 12-13%. თლიანობაში შეიძლება ოპოზიცია მაიღოს სადღაც 25-30%, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული ოცნება მოიგებს დიდი უპირატესობით. თუმცა რა მოხდება ეხლა? ქართული ოცნება მოიგებს დიდი უპირატესობით, გახარია და ლელო გამოჩნდებიან ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი პარტიები, რომელებსაც ექნებათ გარკვეული პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რადგან იქნებიან საკრებულოებში, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგველაპარაკება დასავლეთი, რადგან გვექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ნაციონალური მოძრაობა გაქრება ნელ-ნელა და ქართული ოცნებას როცა იქნება ხო მოვიშორებთ და ჩვენღა დავრჩებით, თავისი გადმოსახედიდან სწორად იქცევიან ამ შემთხვევაში. კიდევ ვიძახი, ვიწრო პოლიტიკური გადმოსახედიდან, ვიწრო პარტიული. თუმცა, აი შევხედოთ ამას გარედან რა. ქართულმა ოცნებამ მოიგო 70-30-ზე, მაქსიმუმი გაუწელოთ და მაქსიმუმი მივცეთ ამ ოპოზიციურ პარტიებს, ამ დაცალცალკეებული შესვლის შემთხვევაში, მოიგო 70-30-ზე, შემდეგ შემოუტრიალდება დასავლეთს ეს ქართული ოცნება, თან მოიგებს ისე რომ არც გააყალბებს ამ არჩევნებს და შემოუტრიალდება დასავლეთს და ეტყვის, რომ რატო ვართ არალეგიტიმურები, რატო გვეძახით არალეგიტიმურებს და რატო გვადებთ სანქციებს, რისთვის გვადებთ, აი მარტივად მოვიგეთ. ფულს არ დახარჯავენ, ფულს დაახარჯინებენ თვითონ კანდიდატებს, აი ესე სოფელ წამოკრეფავენ ბიზნესმენებს, ვისაც აქამდე აჭამეს ტენდერები მისცეს, რა ბაღები გააშენებინეს და ასე შემდეგ, ეხლა დააყენებენ კანდიდატად და ეტყვიან, რომ მოდი მიიღე მონაწილეობა. თან დააყენებენ ისეთ კანდიდატებს, ვინც შეიძლებოდა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის დროს არ დაეყენებინათ, ანუ ეხლა დააყენებენ ნებისმიერს. შეიძლება ურეპუტაციო, არა ბინძური ადამიანი მოათრიონ და დააყენონ კანდიდატად და რა მეტი რო არავინ არ იქნება, ისაც გაიყვანონ. და ამიტომ ქართული ოცნება რაღაცნაირად ლეგიტიმაციას იღებს, მიხვდით? და თუ ერთიანი მონაწილეობის შემთხვევაში ეს ამ და ქართული ოცნება ამ წნეხის შემთხვევაში შეიძლება ჩამოშლილიყო რამდენიმე თვეში და დასავლეთიდანაც ძალიან დიდი სანქციებით წამოსულიყო. კიდე ეხლა შეიძლება ამ ყველაფერმა ქართულ ოცნებას მისცეს ისეთი ლეგიტიმაცია, რომ 2028-მდე და 30 წლამდე ქართული ოცნება იჯდეს ესე და იმ დასავლეთმა შეხედოს, რომ აგერ კაცო მონაწილეობა მიიღეს, რაღაცა ხალხი მივიდა, ყველაფერი ხო დათვლით არის ციფრები, რა ვიცი, პოლიტიკა, მათემატიკა და თალათ მათემატიკა არ არის, მაგრამ მათემატიკაც არის პოლიტიკის შემადგენელი და მე აიღონ ეს ციფრები, გადახედონ ამ ციფრებს, ყველას არ აქვს დაკვირვების და ანალიზის დრო ეხლა ჩვენზე მით უმეტეს. და საბოლოო ჯამში გამოჩნდეს ისე, რომ ქართულ ოცნებას სული ჩაბეროს გახარიამ და ლელომ. და მე ვფიქრობ, რომ თუ არავინ არ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ არავინ არ უნდა მიიღოს, მაგრამ კარგი იქნებოდა ყველას ერთად მიეღო, რომ ქართული ოცნების რეჟიმის დემონტაჟში მიეღოთ მონაწილეობა. აი ამ ესეთი აზრი მაქვს მე. ოთა რა არის გამოსავალი, რომ გადარჩეს ქვეყანა, გადარჩეს თავისუფალი მედია, არ იყოს წმეხი და შეზღუდვები. და ეს დაჭერები, რასაც ახორციელებს დღეს ქართული ოცნება. გამოსავალი არის მუდმივი ბრძოლა. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ რუსეთმა ჰიბრიდული ომის მეშვეობით განახორციელა საქართველოში ყველა ნაბიჯი მიიტანა ბოლომდე, ყველა ნაბიჯი გადადგა, თუ კი რამე შეიძლება სახელმწიფოებში იყოს შესატანი, წეგანად ჩამოთვალა საგანმანათლებლო, საკანონმდებლო და ინსტიტუციებზე თავდასხმა, ყველაფერი გააკეთეს. ყველა სეგმენტში მეტასტაზებივით გაჩნდნენ. თუმცა ერთადერთი დარჩა რუსულ სპეცსამსახურებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ ქართულ ოცნებას, რომ ხალხი დააჯეროს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ეს ერთ წელში არ უნდა მოგვეჩვენოს ისტორიისთვის ერთი წელი არაფერი არ არის. თუმცა ოპოზიცია გამოვა და რუსთაველზე გამოვა გააპროტესტებს ისევ სახლში წავლენ. ეგაც კიდევ არის თუ არა შედეგი ეს? ეგაც კიდევ ცალკე ამბავია, შეიძლება ბევრი ამხელა სტრესის ფონზე მათაც ბევრს არ შერჩას რესურსი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ენერგია არსად არ წავა. შეიძლება გარკვეული ოპოზიციონერები არ მოგწონდეს, გარკვეული ოპოზიციონერები ვერ ასრულებდნენ, მეც ესე ვარ, მაგალითად, ბევრის დანახვაც არ მინდა ტელევიზორში რო უყურებ ხოლმე, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ეს ენერგია არსად არ წავა და სწორედ მაგ ენერგიაზე დავიწყე თავიდან რომ დავიწყე საუბარი, რომ ისინი ვერ ცნობენ ქართულ ერს. ბევრჯერ ყოფილა ესე, რა ვიცი,
2003-შიც ესე იყო, 2012-შიც ესე იყო, რო ეგონათ, რომ აი საბოლოოდ მოვიგეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ ჩვენს ხალხზე და დავიწყეთ ბატონობა, ზუსტად მაშინ შემოუტრიალდებოდათ ხოლმე უკან. და ეს არის ზუსტად საქართველოს ისტორიაც, ეს არის ადვილი არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ჩვენმა მოქალაქეებმაც უნდა დაიჯერონ, ჯერ მთავარია რაც თქვი, ფოკუსი უნდა გავასწოროთ რუსეთისკენ და რუსული სპეცსამსახურებისკენ და მერე უნდა ვიბრძოლოთ უკვე აი აქ ადგილობრივებისთვის, თორე გვეთამაშებიან რაც მატრიოშკასავით სათამაშოს ერთს გადადებენ, მეორეს დაგვიდებენ და აი არაფრის მომცემ ფიგურებს, აი წეღანაც ვახსენე ოხანაშვილი, რომელიც საერთოდ არავინ არ არის. საერთოდ არავინ არ არის, არც ოხანაშვილი, არც კობახიძე, აი ეგ ხალხი გინდა ყოფილა, გინდა არა. დღეს არიან, ხვალე შეიძლება, რა ვიცი, სადღაც გადაისრულოს ბიძინამ რომელიმე სოფლის გამგებლად, ან რაღაც საკრებულოს თავმჯდომარედ, ან აი სადაც უნდა იქ მოისურვეს. ამიტომ მთავარია სწორად აღვიქვათ მოვლენები და სწორი ანალიტიკა გავუკეთოთ პროცესებს და რაღაცებიც ხელგულზე არ ვაკეთოთ, იმიტომ რომ მე როგორც ვხედავ ბოლო პერიოდში ივანიშვილი ცდილობს რომ ბლებს გვეთამაშება. მოკლედ ცდილობს რომ ჩვენი ემოციები გამოიყენოს ჩვენ საწინააღმდეგოდ და რაღაცებს ცივი გონებით უნდა შევხედოთ. დიახ. როგორ შეიძლება გადარჩეს დღეის მდგომარეობით თრიალეთი? ისცემს თუ არა ხელისუფლება თქვენი აზრით რომ ვალი დაფაროს ნაწილ-ნაწილ? არ ვიცი, მე მათ გონებაში ვერ ჩავჯდები, ისინი რაღაცას რო აკეთებენ, აქვთ უკვე გეგმა. თრიალეთს ერთადერთი გადაარჩენს მხარდაჭერა, ხმაური, დასავლური საზოგადოების მობილიზება, მეტი საუბარი ამ თემაზე, მეტი ალტერნატივების დანახება, რომ აი ესეთი ვალები აქვთ მილიონ ტელევიზიას საქართველოში და რა ვიცი იმედი, მე ზუსტად არ ვიცი ეს როგორი кейსია და რისი ვალია და რა ვალია არ ჩამიხედავს ამ საქმეში და არ ვიცი, მაგრამ მე როგორც ვიცი, თრიალეთი ყოველ წელს 20-30 მილიონიანი ვალებით ტოვებს იმას, რა ქვია, ზარალში ამყოფებს ბიუჯეტს და ბიუჯეტიდან აძლევენ იმას იმედს, TV იმედს და რუსთავი 2-საც და სამთავრობო ტელევიზიებს და ამიტომ მაგარხებს არ ახსენებენ ამ ვალებს. ხო, ამიტომ კი არ ახსენებენ, პირიქით აძლევენ, შემდეგ უმატებენ და ჩვენი ჯიბიდან რაღაც ჩვენი გადასახადებიდან ამ ტელევიზიებს ყვებავენ და ამიტომ ჩვენ უნდა დავანახოთ ჯერ პირველ რიგში საზოგადოებას, რომ აი მსგავსი შემთხვევაში რა კომფორტულ მდგომარეობაში ხავთ და სასათბურო პირობებში სამთავრობო არხები და ჩვენ როგორც კი დავიწყეთ ოპოზიციური არა ამ შემთხვევაში სიმართლის საუბარი ჩვენს არხზე, აი ჩვენ რა მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. ერთი ეგრო საზოგადოებას დავანახოთ, მეორე ძალიან ბევრი ვესაუბროთ და ვიცი რომ საუბრობს თრიალეთი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ვესაუბროთ საელჩოებს, კიდევ უფრო მეტი ვესაუბროთ დიპლომატებს და ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი თუ ნიანგი შეჭამს შენ მტერს, ის ნიანგი არ არის შენი მეგობარი და იმან შეიძლება ხვალე შენ შეგჭამოს. ამიტომ თრიალეთის დახურვაზე ტაშის ყრა და რა კარგია თრიალეთი იხურება და აი ჩვენ ხელფეხი გაგვეხსნება და რა კარგია რომ ესეთი რაღაცა ხდება, ეს გამოიწვევს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ამ ადამიანის კართან ჩამოდგება ესეთ ცელიანი სიკვდილი და ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდებიან მერე გაცილებით უარესად და ჩვენ აი ეს ყველაფერი უნდა კარგად გავისიგრძეგანოთ და გავიაზროთ, რომ ბოღმით და სწორედ აი ეს ბოღმა და ეს ერთმანეთთან ჯიბრი არის ის, რაც ასაზრდოებს რუსულ სპეცსამსახურებსაც და ქართულ ოცნებასაც და ამ ყველაფერს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ დაქსაქსულობას და ჩვენ რაღაც ნიჰილიზმს და ჩვენ დათითო კაცებას. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო თრიალეთის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ოთარ კვირიკაშვილი. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამით რა რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტიკოსი კახა კუკავა. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. ბატონო კახა, როგორ შეაფასებდით, არის თუ არა დღეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან? დიდი მადლობა პირველ რიგში ეთერში მოწვევისთვის. მე მგონია რომ დღეს ხელისუფლება რა ეტაპზეც გადავიდა, ეს საერთოდ საღაზრს მოკლებულია. ყველანაირ მედიაზე ზეწოლა არის. იმიტომ რომ თუ ადრე აღიქმებოდა რომ ზეწოლა არის მხოლოდ რაღაცა მედიის ერთ ჯგუფზე, რომელსაც თვითონ ისინი უწოდებენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერს, დღეს ჩანს რომ სწორედაც რომ ზეწოლა არის ზოგადად ყველაფერზე, რაც არ ემორჩილება უშიშროების სამსახურის და ქართული ოცნების პირდაპირ დიქტატს და ტელეკომპანია თრიალეთი არის ამისი საუკეთესო დადასტურება, იმიტომ რომ ვერავინ ტელეკომპანია თრიალეთს ვერ დააბრალებს, რომ ან უცხოეთის აგენტურას წარმოადგენს, ან ნაციონალური მოძრაობის დანამატს. ეს არის საქართველოში არსებული ყველაზე ძველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია და როდესაც თრიალეთს ეკვდება პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, მივხვდეთ უკვე ძალიან ადვილად, რომ ხელისუფლების პრობლემა არის არა უბრალოდ რომელიღაც ერთი კონკრეტული მედია, რომელსაც რევოლუციას აბრალებს, არამედ ყველა მედია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხოტბადიდებით არ არის დაკავებული. დიახ. ბატონო კახა, ხელისუფლებამ შეახსენა ტელეკომპანია თრიალეთს 10-15 წლის წინანდელი ვალი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა? თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ეს დავალიანება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროინდელი არის და ყველა მიცის, რომ ეს დავალიანება არ არის რაიმე ბიზნეს ოპერაციებთან დაკავშირებული. ყველა ტელეკომპანია ჩვენ ქვეყანაში არის ფუნქციონირებს ამ ვალის რეჟიმში. უბრალოდ იმით თუ გაუკეთებენ რესტრუქტურიზაციას, თრიალეთს ასეთ რესტრუქტურიზაციას არ უკეთებენ. ეს არის სააკაშვილის მეთოდი და ესეც სიმპტომატური არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის თრიალეთს და დამოუკიდებელ მედიას სააკაშვილის მეთოდებით, რომ სააკაშვილსაც ხო შეიძლება რომ რესტრუქტურიზაცია კი არ გაეკეთებინა, არამედ ჩამოეწერა ეს ვალები, მაგრამ არა, უნდათ რომ ჩამოკიდებული ყავდეთ დამოუკიდებელი მედია, მუდმივად ყავდეთ ასე ვთქვათ რაღაცა მასზე ზემოქმედების ბერკეტი იყოს, ამიტომაც სპეციალურად ისეთ საგადასახადო რეჟიმში ამყოფებენ, რომელსაც ვერც ერთი ტელეკომპანია ასე ვთქვათ ვერ დაფარავს ამ ვალებს, ახლა იმედი თუ ვერ ფარავს თრიალეთმა როგორ უნდა დაფაროს ეს გადასახადები. ამიტომაც თავისთავად ცხადია, რომ აქ საქმე ეხება არა გადასახადებსა რაიმე ფინანსურ საბუღალტრო საკითხს, ეს არის ის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ყველა ტელეკომპანიის მიმართ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ, ზოგიერთ შემთხვევაში არ იყენებენ. დიახ. რატომ გადაწყვიტეს პოლიტიკური შურისძიება თქვენი აზრით თრიალეთზე? ჩვენ ბევრი ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები ვამხილეთ, მაგალითად თქვენ ამ სტუდიაში იჯექით და საუბრობდით თია წულუკიანისა და კობახიძის წინააღმდეგ და აკრიტიკებდით მათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზუსტად ამ განცხადებებმა გამოიწვია იმ ვალის შეხსენება, რაც დღეს დაადეს ინკასო თრიალეთის ანგარიშებს? ეს არის რა თქმა უნდა კონკრეტული მიზეზი ინკასო რატო დაედო თრიალეთის ანგარიშებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ საერთო პოლიტიკური ფონიც, იმიტომ რომ თუ აქამდე ქართული ოცნება გასული 2012 წლიდან მოყოლებული ასე თუ ისე ცდილობდა დემოკრატიული იმიჯის მორგებას და როდესაც მე ვამბობდი რომ ეს ხელისუფლება საბოლოო ჯამში მივა დიქტატურამდე კი ბევრს არ ჯეროდა, ზოგს 2012-ში არ ჯეროდა, ზოგს 2014-ში და ზოგს 2024-ში არ ჯეროდა, მაგრამ ბოლო 6 თვე არის დაახლოებით რომ ვთქვათ ამ ბოლო 1 წელი არის. შეიძლება ითქვას რომ ოცნება დაგიჟდა. ეხლა რა ორგანიზაციებსაც იღებენ, მაგალითად რომ პატიმრობა შემოდის ქართული ოცნების ლიდერების შეურაცხყოფისთვის, მსგავსი კანონმდებლობა ჩრდილოეთ კორეის გარდა მსოფლიოში არსად არ არის. ამიტომაც ეს ფონიც დაემთხვა, ანუ ის რომ აღარ დაღებენ უკვე თრიალეთის ტიპის მედია ორგანიზაციებს, ეს ნიშნავს რომ ქართულ ოცნებას აქ უნდა უფრო მკაცრი დიქტატურა ვიდრე არის რუსეთში ან აზერბაიჯანში. ან ყაზახეთში. რაღაცა ბელარუსის მაგვარი ტიპის რეჟიმის შექმნას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნახოთ ალბათ ახლოს თვეებში როგორ დამთავრდება ეს ცდელობა. დიახ, ბატონო კახა, რატომ არის რეგიონალური ტელევიზიის არსებობა მნიშვნელოვანი? რეგიონალური არქივის არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი რომ თრიალეთის ნაირი არქივის არსებობა არის მნიშვნელოვანი, რატომ? თრიალეთი არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი და რეგიონალური არქივები უფრო მეტად აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს, რომელიც არის მართლაც დამფუძნებლის ბიზნესი. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ნაციონალური მედიები, რასაც უწოდებენ საქართველოში, ეს არის არა დამფუძნებლის ბიზნესები და დამოუკიდებელი მედიები, არამედ რეალურად ეს არის პოლიტიკური მედიები. ეხლა მაგალითად ტელე-პირველი კი არის გაფორმებული ჭუტა წერეთელზე. მაგრამ ყველა მის რომ ეს არის მამუკა ხაზარაძის და კეზერაშვილის თანამფრობელობა
იმედი კი არის გაფორმებული რუხაძეზე, მაგრამ ყველა მის რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისე როგორც პოსტები მეგონი შალარამიშვილზე არის, მაგრამ ყველა მის რომ ეს არის ქართული ოცნების საკუთრება. ანუ ეს არის პოლიტიკური მედიები და რეგიონალური მედიები უფრო მრავალფეროვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ ის არის იმიტომ ტრადიციულად ესე მოდის ეს უკვე აწლეულების მანძილზე კონკრეტულად თავისი დამფუძნებლების ასე ვთქვათ კონტროლის ქვეშ. რა თქმა უნდა, იდეალური და მიუკერძოებელი შეიძლება დამფუძნებელიც არ იყოს, მაგრამ დამფუძნებლები უკვე არის არა ერთი, არამედ რავი 2000-ზე მეტი რადიოობრივი ტელეკომპანია არის საქართველოში და ყველა ცალკე დამფუძნებელი ყავს და ეს იძლევა მრავალფეროვნებას, რაც არის გადამწყვეტი ამბავი მედიაში. და ცენტრალურ მედიაში არის სულ ორი ტელევიზია რეალურად ვთქვათ, კოცი და ნაცი. უბრალოდ იმ ნაც კოცურ მედია ჰოლდინგშიც არის მე შიგნით მრავალი სხვადასხვა არხი და ნაცურ მედია ჰოლდინგშიც, უბრალოდ ლიბერალურ მედია ჰოლდინგშიც არის მრავალი სხვადასხვა სახელით არხი, მაგრამ რეალურად არის ორი მედია ჰოლდინგი და რეგიონალური მედია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ არის მრავალფეროვნება. რომ ვერაფერი მიიღოს იმას, რომ ტელეკომპანია თრიალეთი მიბმული არის ზესტაფონის ტელევიზიაზე ან ქუთაისის ტელევიზიაზე. ყველა არის ცალკე, ყველას აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა, თავისი ტრადიცია და ამის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას გამოიწვევს თრიალეთის დახურვა რეგიონში? თრიალეთის დახურვა და მე ვიტყოდი არა მარტო თრიალეთის დახურვა, არამედ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეტევა განხორციელდება სხვა დამოუკიდებელ მედიებზეც. ეს არის ძირითადი შეკითხვა, რა თქმა შეკითხვა დასვით, ეგ არის უახლოესი 9 წლის ძირითადი შეკითხვა. საქართველოში ჩვენ გვექნება ან ბელორუსული ტიპის დიქტატურა, ან ძალიან ძალადობრივი ტიპის რევოლუცია, რომელიც ტრაგიკული აღმოჩნდება ქართული ოცნების ლიდერებისთვის. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი ვინც გადადგა, მას არ აქვს კარგად გაცნობიერებული რას აკეთებს. იმიტომ რომ ხედრელის დროს ვერ გავიდა ჯაბა მისი გაკეთება, რასაც დღეს ივანიშვილი აკეთებს. სააკაშვილის დიქტატურამ ვერ გავიდა ეს და დღეს მე ვფიქრობ ივანიშვილი უშვებს იმერჩ საკუთარი თავისთვის ძალიან ფატალურ შეცდომას, იმიტომ რომ თრიალეთმა სადაც ამდენი მოინილა ამ ხელისუფლებასაც მოინელებს, მაგრამ ამ ხელისუფლებისთვის შეიძლება დამოუკიდებელი მედია სხვა მრავალ სამიზნესთან ერთად აღმოჩნდეს ის ქვა, რომელზეც კისერს წაიტეხავს. დიახ. არის თუ არა რაიმე შანსი, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქროს და მედიის თავისუფლების მიმართულებით შეცვალოს პოლიტიკა? ხელისუფლება აუცილებლად გადაიფიქრებს, ამაში მე დარწმუნებული ვარ. უბრალოდ როდესაც გადაიფიქრებს ამას, ექნება თუ არა აზრი, ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან ბევრ ფრონტზე არის გააქტიურება. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ არა მარტო საერთაშორისო სანქციებს, მე გულისხმობ პირველ რიგში ქართულ ხალხს, როდესაც 80% არგინებს პირდაპირ დედაზე საკუთარ ხელისუფლებას, რაც მე მგონია იქ უკვე ჰაერში ტრიალებს თოფის წამლის სუნი. ამიტომაც ამას ხელისუფლებას იგრძნობს ძალიან გვიან, როგორც გავრილოვის ღამეს. და მე მაგათ გადაფიქრებას აზრი ექნება თუ არა, ეგ აღარ ვიცი. დღეს თუ მოვლენ ჭკუაზე, ხვალ თუ მოვლენ ჭკუაზე, ერთოში თუ მოვლენ ჭკუაზე, ვითარების გამოსწორება შეიძლება. მაგრამ თუ ჭკუაზე მოვლენ მაშინ, როდესაც ჭკუაზე მოვიდა, რა ვიცი, ჩაუშესკუ ან კადაფი, მაშინ ეს უკვე ძალიან დაგვირებული იქნება. დიახ. ბატონო კახა, თრიალეთი ყოველთვის უნდათ გაეთიშათ, მაგალითად შევარნაძის დროიდან მოყოლებული, ასევე წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან მოყოლებული, მაგრამ სანამ ტელევიზიის მთავარ კაბელს თიშავდნენ, თვითონ ეთიშებოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ხომ არ ფიქრობთ, რომ დაიწყო ქართული ოცნების დასასრული? ფიქრობ, ზუსტად ასე არის და თრიალეთს აქვს კიდევ ერთი დიდი მნიშვნელობა. ქართული ოცნება ამდენხანს თუ არსებობს, იმიტომ რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის ლიბერალური ოპოზიცია. როგორც კი ავასცენაზე გამოვა ის ძალები, რომლებიც არიან არა ლიბერალური და უცხოეთიდან მართული ძალები, არამედ რეალურად ის ხალხი, ვინც თავის დროზე ვის კისერზეც და ვის მხრებზეც მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში და მე გადააგდო ეს ხალხი, მე ვფიქრობ ქართული ოცნება დასრულდება და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თრიალეთი არის სწორედ ერთ-ერთი ის ტელევიზია, რომელიც ივანიშვილს არავინ არ უთმობდა 2011-12 წლებში შეეთერს, თრიალეთმა დაუდგო. ამიტომაც ცოტა შეიძლება კი ასე ვთქვათ, რაღაცა ამაში იყოს ასე ვთქვათ დრამატული და სიმწრის ღიმილი ადამიანს მოგვაროს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც უკვე ქართული ოცნება საბოლოოდ მიადგა იმ ხალხს, ვის მხრებზეც მოვიდა ხელისუფლებაში 2012-ში, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი ლოგიკით ეს მათთვის ძალიან ფატალურად დამთავრდება. იმიტომ რომელზეც ამდენი ხანი იჭდნენ. დიახ. ბატონო კახა, რამდენად სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის იმიჯს ასეთი ქმედებები? ქვეყნის იმიჯი მე მგონი უკვე დიდი ხანია ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდეს. დღეს საქართველოს ალბათ ჩრდილო კორეის და
რა ვიცი რომელი ქვეყანა დავასახელო კიდე ბელარუსის შემდეგ ყველაზე ასე ვთქვათ ანტიდემოკრატიული ქვეყნის შეფასებებს აკმაყოფილებს და ამიტომ უკვე თულა აღარ აქვს საქართველოსთან მიმართებაში რა შეფასებები გედება. ამიტომ მე ვფიქრობ ეს ის წითელი ხაზი რომელიც მათ უკვე რამდენიმე თვის თუ არა რამდენიმე წლის წინ გადავახეს. დიახ. ბატონო კახა, აქვე მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით მედიის წევრების არდაშვებას სასამართლო პროცესზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გაიმართა სინდისის პატიმრების პროცესი და შეცვალეს კანონი. ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა და მურუსიძეს ჩააბარეს სასამართლო პროცესებზე დასწრება მედიის. რამდენად დემოკრატიულია ეს კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა? როდის შეუძლია ტელეკამერების დაწესა და დაშვება სასამართლოს ხობის დარბაზებში. პირადად მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, ჩვენ პარლამენტში გაიარა ამ კანონმა გირგულიანის სასამართლოს დროს. იმდენად შეწუხებულები იყვნენ და იმდენად დისკომფორტი ჰქონდათ გირგულიანის სასამართლოს დაშუქებით, იმიტომ რომ იცოდნენ რომ მართლები არ იყვნენ. რომ მაშინ აკეთეს ტელეკამერების დაშვება სასამართლოში. ქართული ოცნება როცა ხელისუფლებაში მოვიდა 2013 წელს მათ ეს კანონი გააუქმეს, იმიტომ რომ მაშინ ქართული ოცნება არ გზურდა თავს რომ ასე ვთქვათ ისტორიის არასწორ მხარეს იყო და დღეს ისინი იმდენად შეწუხდნენ რომ მურუსიძის აი ეს სასამართლო რეალურად ბიძინეველიშვილის ხელისუფლების ნაწილია და 99% ქართული ხალხის არას მიიჩნევს უსინდისობად და უნამუსობად რომ დღეს მათაც ეს ისეთი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ როგორც სააკაშვილის გაუმართლა ბჭყალებში სასამართლოებზე გაშუქების შეზღუდვა იგივე შედეგი ექნება ამას ივანიშვილის დიქტატურისათვის სადაც დარწმუნებული ვარ ამაში. დიახ. ბატონო კახა, როგორ უნდა გადარჩეს ქვეყანა, როგორ უნდა გადარჩეს მედია, თავისუფალი მედია საქართველოში? რა არის გამოსავალი? თავისუფალი მედია ვერ გადარჩება თუ ზოგადად სახელმწიფოებრივი ვერ გადარჩა ამ ქვეყანაში და გამოსავალი არის რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს არალიბერალური ძალების კოორდინაცია. ჩვენი პარტია საქართველოს არ ყოფნის ამას, მაგრამ მე ყველას მოვუწოდებდი რომ ამ ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდეს არანაცვლი, არალიბერალური ძალების კოორდინაცია. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რომ ამ ორ უბედურებას შორის კოცი და ნაცის სანამარი არჩევანი მანამდე სიტუაცია ადგილზე დგას. და აუცილებელი არის აი ამ არანაცვლი ძალების და არალიბერალური ძალების კოორდინაცია. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. დიახ. ბატონო კახა, რას ეთყოდით თრიალეთის მაყურებელს და როგორ შეიძლება რომ თრიალეთი გადარჩეს რეგიონში? ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დიქტატორული რეჟიმების პირობებში გადარჩენის. თავი არის მორალურად და ფსიქოლოგიურად მე ვიცნობ თქვენ ტელეკომპანიის დამფუძნებელსაც, ხელმძღვანელებსაც, ჟურნალისტებსაც ყველას არა, მაგრამ ფერს ვიცნობ და თავი არის თქვენ უნდა გქონდეთ განცდა რომ არხი რომელიც გადაუცხროჩავ ხედრიონს, შევარდნაძეს და სააკაშვილის დიქტატურას აი ეს კარიკატური ივანიშვილის კარიკატურული რეჟიმი რა თქმა უნდა მას ვერ გააუქმებს და თავი არის გაძლება, თავი არის პრინციპულობა და დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ეწოდება ქართული ოცნების საბრალდებო სკავებზე წამოჭრილი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო პოლიტიკოსი კახა კუკავა. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურებ. შევხვდებით თუ არა პარასკევს ეს უკვე ხელისუფლებაზე გახდა დამოკიდებული, ამიტომ მომავალ შეხვედრამდე.